დღე და ღამე მშვიდობისა, გრძელდება მსოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორია, ასე თუ ისე ექსპერტ გიორგი ჯანიძესთან ერთად. გიორგი, მოგესალმებით. სამოცდაათი წლის მექსიკის ჩემპიონატი გველოდება, მაგრამ უნდა დავიწყოთ 68-დან. რა თქმა უნდა. ჩემთვის 68-დან იწყება ეგ ჩემპიონატი. მექსიკამ ეს ერთი მათ ჩაიფიქრა რაღაცნაირად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებად 68-ში მეხიკოს ოლიმპიადა. აჰა. და ბარემ რო ავაშენებთ, იქაც გამოვიყენებთ. ესეთია ჩანაფიქრი. ბარემ დასრული გვაქვს ხელებია. ზუსტად. მაგრამ 68-ში პარიზში დიდი მოვლენებია, რაღაც სტუდენტები გამოვიდნენ, კამიო მივიდა და მთელი ამბებია და მექსიკაშიც ამან გამოიწვია რაღაცები. კერძოდ. ამისთვის უნდა გვესმოდეს მექსიკა რას წარმოადგენს. იმ თავით. მექსიკა არის უცნაური ქვეყანა, 20-იანი წლებიდან 2000 წლამდე ერთი პარტია მართავს. 6 წელიწადში ერთხელ პირველ პირს ცვლიან, მაგრამ რაღაცნაირად ჩაბეტონებულები არიან რა, პროფკავშირებით მართავენ ქალაქებს, სოფლებს რაღაც სიპებით და იპებით მაშინდელით. და ყველა რაღაცნაირად ის დამულიყავთ გარდა სტუდენტობისა, იმიტომ სტუდენტია მაინც ხა თუ ამხიარულია და შობადობა მაღალი იყო და დიდი სტუდენტები არიან და 68-ში იქაც გამოვიდნენ ოლიმპიადის წინააღმდეგ. სლოგანი იყო ეგეთი, არ გვინდა ოლიმპიადა, გვინდა რევოლუცია. ოჰო, 5000 კაც შეიკრიბა მოედანზე და თვითმფრინავიდან დაწყრილეს ეს ხალხი. ეს უძღვის წინ რა. ხო. მეგონი პირდაპირ 70-დან დაგვეცხო. არა, რო ვიცოდეთ რა. ხო, კი. მიუხედავად ამისა, ეს ყველაზე ლაღ ჩემპიონატად არის შესული. FIFA რაჭკუაზე იყო ამ დროს. FIFA-ში მოდის აველანში 70-ში. სტენლი როუზი ამ დროს ინგლისელი პედაგოგი კაცი და გონია რომ კონკურენტიც კი არ ეყოლება. მაგრამ მოულოდნელად დადგა აველანში. აველანს აქვს ესეთი გეგმა. მაგ დროს ერთი ადგილი აქვს აფრიკას, ერთი აზიას. და ეს აფრიკას პირდება რომ მოგიმატებთ ადგილებს, ოღონდ თქვენი ხმები მომეცით. იმან არიცის ეს როუზმა გონია რომ ესეც ამას უჭერს ხარ აველანში. მაგრამ აველანშმა რაღაც მაქინაციებით, ნიჭით, ორგანიზატორული უნარებით და აფრიკელების სიხარბით ისარგებლა და თვითონ დაიკავა ეს ადგილი. ეს არის პირველი ჩემპიონატი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა თანამგზავრით, ტელსტარი ერქვა თანამგზავრს და ბურთსაც დაარქვეს ტელსტარი. როგორ ემზადება ბრაზილია. ბრაზილიას ამ დროს სამხედროები მართავენ და გამოკეტეს 100 დღით. წინა ჩემპიონატის შეცდომა რომ დასტროლებზე რო იყვნენ. დაცეკვაობდნენ აქეთ-იქით, აღარ იყო. ფეოლა ყავთ? არა, ფეოლა გაუშვეს 66-ს მერე, მოიყვანეს ჟურნალისტი. ნელად სალდანია. არ უხდება დიქტატურას ჟურნალისტი, ზუსტელი. მაგრამ ეს ჟურნალისტი ლაპარაკი უყვარდა და ენას ატარტარებდა პირდაპირ გაკეთებით. ევროპულ გაზეთებში ლანძღავდა დიქტატურას და მოხსნეს მაგის გამო. რახან მექსიკაში ტარდება და მთიანი ქვეყანა, ყველა ქვეყანამ დაიწყო მთაში მომზადება. ზოგს ნამეტანი მოვიდა, მაგალითად ბულგარელები თან მთაში ემზადებოდნენ, თან წყალს არ სვამდნენ. რო იყო და გამოიფიტნენ. ყოველ შემთხვევაში პერუსთან თამაში წააგეს ბოლო წუთებზე. იგებდნენ და ეთყობა წყალი ის არის. მაგრამ პერუს არ გახარებიათ, იმიტომ რომ იცის რა მოხდა მაგ დღეს და წინა დღეს და არ ეუბნებოდნენ პერუელებს, რომ მოიგეს მერე უთხეს და ძალიან ბევრი ხალხი 70-ი კაცი იყო დაუბრუნდა. ეს იდე არაუშავს ამ ჩემპიონატის შესარჩევში ომიც დაიწყო ფეხბურთის გამო. ესე იგი, მექსიკა არის გასული ფინალში და ნახევარფინალი არის სალვადორი, ჰონდურასი, აცტეკაზე ტარდება. ხო. ორივემ ჩაიყვანა გულშემატკივრები, ამათ დააყარეს ერთმანეთს სტადიონზე. ფეხბურთელებმა. ხო.
და თითქოს ჩაწყრა, მაგრამ ღამე დაბომბა სალვადორმა ჰონდურას. მართლა ამის გამო? ხო, და ჯარით შეიჭრა 120 კილომეტრს. მაგრამ მე ჭაობში გაეჭხიდნენ და დაბრუნდნენ. მაგრამ საზღვარზე მაჩეტეებით ომი მიდიოდა 3000 კაცამდეა დაღუპული ამ ომში. და რის გამო დაიწყო სტადიონზე? სტადიონზე ფეხბურთელებმა რის გამო დაიწყეს? ფეხბურთელებმა არა. გულშემატკივრებმა. მეთქი აუტის გამო დაიწყო ომი. არა. ნუ იმის გამო რა, განაწყო ეს წინასწარ ესე. მოკლედ სალვადორმა მოიგო 3-2, მე ჰაიტის მოუგო და მე გავიდნენ ჩემპიონატზე, მაგრამ იქ ყველა თამაში წააგეს, გოლიც არ გაუტანიათ და ამბობდნენ $1000 დაგვიდით პრემია და არ მოგვეცითო მაგითო. ეს ხო. რა ხდება იქ? დე. არა, სალვადორი შიგნითაც. ეხა მთაში მომთაბარე ნაკრებებში რა ხდება? ინგლისი ჩავიდა ადრე, მაგრამ მე თქვეს რომ მოდი კოლუმბიაში გადავიდეთ. კოლუმბიაც ხომთიანია და იქ რაღაცა მომემზადოთ იქაურ გუნდებთანო, მაგრამ სასტუმროში რო გაჩერდნენ საიუველირო მაღაზიაში შევიდნენ 3 და იქ დააბრალეს მოპარვა იმის კაპიტანს ძირფასეულობის მურს და დაიჭირეს არ უშვებდნენ რა გუნდი რო წამოვიდა ეს იქ იყო ჯერ ციხეში წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიღაცის სახში იყო ფედერაციის პრეზიდენტის მაგრამ არ გააყოლეს გუნდს ამას მე დაემატა რომ ერთ-ერთი ფრენას ვერ იტანდა და სვამდა რა შიშის დასაძლევად და იმდენი მოუწია რომ ჩაფრინდნენ უკან მექსიკაში ორმა კაცმა გადმოიყვანა თვითმფრინავინა ეს ჟურნალისტებმა გადაიღეს თან იცხო იცოდნენ რომ დაჭერილი იყო და ლოთების და ქურდების ნაკრები დაარქვეს ინგლისს ოღონდ ესენი თავის საჭმელით იყვნენ ჩასული ამ დროს ოღონ მექსიკელებს არ ესიამონა და დაუწვეს ის და წყალი გადაუქციეს ხო ჩვენ რა წყალი არა გვაქვს ვა სიგიჟები ხდებოდა ყველა ჩემპიონატს ეხა თამაშებსაც შეეხება ხო რამე კაი მოყევიობა აბა თუ შეგიძლია აბა გიორგი შენ შეგიძლია პელე დაბრუნდა აჰა პელეს ბოლო ჩემპიონატია და იმ დიდი ბრაზილიის ბოლო ჩემპიონატია ერთი რაც დავამატოთ აქ იყო სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ სეივად რაც ითვლება ბენქსმა პელეს თავით დარტყმული თუ გახსოვს არა ხო პელესაც უნდა და დაევიწყებინა ეს მომენტი იმიტომ რომ ვერ იჯერებდა ისეთი ფურთია ხო თავით დაუტყა დაბლა და ის რაღაცნაირად მეწმა როგორც კატა ეს გვაქვს 70 ისე ბრაზილია მოიგო და ამით თავდება ბრაზილიის ხო იმ პირველი ფორმაციის ზეობის ხანა ეპოქა და პელეს ეპოქაც თავდება ფინალში მოუგეს 4-0 იტალიას მწვრთნელი ამ დროს უკვე ის არის რა ზაგალო არის იმიტომ ის ჟურნალისტი ხო გააგდეს და ენა ტარტარა ჟურნალისტი ზაგალო რა იყო პროფესიით ფეხბურთელი ანუ ის 58 ჩემპიონი პედიატრია რაღაცა არა ხო არ ვიცი ფეხბურთიდან ვიცნობთ და აქ უკვე არის შეცვლები 70-ში დაუშვეს კი აჰა და ხო ის რომ მოვიდა ერთი ინტრიგა დაგვრჩა ეს რო გახდა პრეზიდენტი აველანში იმათ ხო დაპირდა აფრიკას ადგილს მაგრამ თან აფრიკამ რაღაცა შედეგი თუ არ აჩვენა ესე აღარ მისცემს ბედად ესე იგი ისრაელი იყო აზიიდან რომელმაც ფრეი თამაშა იტალიასთან და მაროკო იყო აფრიკიდან რომელმაც გერმანიას მოუგო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და მიეცა უკვე საბაბი ბატონ აველანს რომ დაუმატოს ადგილები აფრიკას აზიას ან ვისაც უნდა უკვე აველანჟია აქ უკვე ის არის
კომპრომისებზე წამსვლელი კაცი კი არის, ოღონ თვითონ როგორც უნდა ისე უნდა დამთავრდეს. ამას ჩვენ შემდეგ ჩემპიონატებში მოვიმკით. კი. გადავიდეთ მაშინ შემდეგსაც. 74. სადაც უკვე შემოდის ჩემი შენი ნიდერლანდების ნაკრები. კი ბატონო. მიდი და კარგად მოყევი ახლა ეს. 74-ში ჩემპიონატი ტარდება გერმანიაში და ისევე როგორც მექსიკის ჩემპიონატი, აქაც წინ უძღვის მიუნხენის ოლიმპიადა. ხო. აქაც არ გაქვს კაი ამბები. რა თქმა უნდა, მიუნხენის ოლიმპიადაზე მოხდა ტერაქტი. და შესაბამისად გერმანელებს უნდათ მხიარული რაღაც ჩატარება, მაგრამ გააძლიერეს უსაფრთხოების ნორმები და უფრო მძიმედ ჩაიარა და უფრო შაუბნელად. ამ ჩემპიონატის სიმბოლო იყო ისა, ხო, ორი ბიჭუნა. მოგვედავარ ეს ხელხელ გადახვეულები. მანამდე ხდება ესეთი რაღაცა. საბჭოთა კავშირი უნდა შეხვდეს ჩილეს, რომ გამოავლინონ, რომელი მიიღებს მონაწილეობას. ჩილეში ამ დროს მოდის პინოჩეტი და იწყებს რეპრესიებს და მათ შორის იმ სტადიონზე, სადაც უნდა ითამაშონ, არის ბანაკი გახსნილი. დაჭერილი ხალხის და ბიტლსის მუსიკაა ჩართული, რომ ამ წამებისას ღრიალი კუჩაში არ გამოვიდეს, ხო? საბჭოთა კავშირმა ეს გაიგო და ფაშისტური გადატრიალება მოხდა. ფაშისტური არ მოეწონათ, თორე გადატრიალებებს საბჭოთა კავშირი მაინდა-მაინც არაღიზიანებდა და ფაშისტებს, ყველას რო ფაშისტებს ეძახიან, ეხაც ვხედავთ. ხო და პირველი თამაში 0-0 მორჩა აქ და იქ საბჭოთა კავშირში. იქ ჩასვლა არ უნდათ. FIFA-ს მისწერეს, რომ იქ სისხლიან ინდორზე ნუღვა თამაშობ. FIFA-მ კომისია გააგზავნა, პასუხი ჩამოიტანა, კარგი საფარი არის. ამასობაში ისინი გადაიყვანეს ატაკამის ბანაკში რა. მერე ჩილელი უფლებადამცველი ორგანიზაციები წერდნენ 51 კაცი დაიღუპა მაგ სტადიონზე. და შეიძლება მეტიც. არა ოფიციალური ინფორმაცია. მოკლედ საბჭოთა კავშირი არ ჩავიდა და 15,000 მაყურებლის თვალწინ ჩილეს ნაკრები გამოვიდა. გაათამაშეს ბურთი ცარიელ კარში გაიტანეს და ჩაეთვალათ მოგება 2-0. 2-0 რატო? რა ვიცი, ესე ჩაეთვალა. ხო, მე მგონა 4-0 ჩაითვლებოდა. რატო? 3-0 ხო ისედაც ითვლება და 1-0 გაიტანეს. არა, ეს შემდეგ შემოიღებენ 3. მაშინ 2-0. და ნუ ჩილე კვალიფიცირდა. აქ პირველად მოხდა, რომ ერთმანეთს შეხვდნენ გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკები და მოუგო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და დიდი ზეიმი იყო იქ პროპაგანდისტული, მაგრამ ეს მალევე შეწყდა, იმიტომ რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩემპიონი გახდა. იმათ შეერჩათ ის ერთი ზეიმი. აქ შემოდის ჰოლანდიური დიდი კარგი. ნაკრები და ითვლება, რომ ფინალში წაგებულმა უფრო დიდი კულტურული გავლენა მოახდინა ფეხბურთზე. თავისთავად. ვიდრე ფინალში გამარჯვებულმა. არის ფოტო შესვენებაზე კრუიფი როგორც ზის საკუთარ გასახდელში და სიგარეტს ეწევა. რო არ მოეწია რასიზავდა. იოჰან კრუიფი, ესე თქვი. კარგად თქვი. გაიღიმე. ხო, გერმანიაში ამ დროს სკანდალია. ან ჰოლანდია მოუწურეთ ამითი ტოტალური ფეხბურთი. ახლა საგანძური. ახლა მეორე ფინალისტით დავიწყო. კარგი ხო. ვილი ბრანტი იყო პრეზიდენტი და ამ დროს ამოუქეკეს, რომ რჩეველი ყავდა DDR-ის ჯაშუში. და გადა მთელი ამბები იყო. იქით ამ 72 წლის ოლიმპიადის ტერაქტის მერე ახალი ომი დაიწყო ისრაელმა და არაბეთმა კიდე დასცხეს ერთმანეთს. 68 ოლიმპიადის. 72 მიუნხენში მოხდა ტერაქტი. ესეთი ძიმე ამბები. ხო, და გერმანია გახდა პირველად მსოფლიო ჩემპიონი. როგორ გეკადრება? მაშინ ხო გახდნენ 54-ში რო არ ელოდა. წვიმის კაცმა რო გააზა. ხო, ბიჭო, დამავიწყდა. აი, მაგ გადამემეორებინა მასალა. ესეთი ამბები გვაქვს აქ რა, 74-ში. ანუ გერმანია გახდა მეორედ. აქ დაფიქსირდა კიდე ერთი აქამდე არ ნახული შემთხვევა ფეხბურთში. ნიდერლანდების ნაკრები არის ის ვინც ეს ჩაიდინა.
ესე იგი, ნიდერლანდები თამაშობდა Adidas-ით, მაგრამ კრუიფს ჰქონდა კონტრაქტი Puma-სთან. და თქვა რომ ცოცხალი თავით არ ჩავიცვამო სამზოლიან ფორმასა. ერთი ზოლი მოაძრეს და ეს თამაშობდა ორ ზოლიანი მაისურით, კი ბატონო. სხვათა შორის ეგ გამეკვირდა მე მაქვს კრუიფის მაისური. და ორი ზოლი გამეკვირდა და კინაღამ გავლანძღე გამყიდველი. ხალდი. მაიმუნობას რატომ ატენი მე? ეგ გავიკეთა შემრცხვა. ხო, აქ დაბრუნდა ასევე პოლონეთის ნაკრები, რომელმაც მანამდე ოლიმპიადა მოიგო. ამ პერიოდში უკვე სოცბანაკი იგებს ოლიმპიადებს რა, რაღაცნაირად ყველა მოიგო რა, დაწყებული პოლონეთი, უნგრეთი, СССР, ДДР, ყველა. ჩეხოსლოვაკია? კი. და აი პოლონეთი გამოჩნდა გრეგოშ ლატოთი თავისი ცნობილი. ფეხბურთელი და პირველად მოხდა, როცა ინგლისს თამაში უნდა და ვერ გავიდა. პოლონეთმა გააკეთა შესარჩევში. ანუ 66 წლის ჩემპიონი უკვე 74-ში საერთოდ ვეღარ მოხდა ტურნირს. ეს მერე გამოიწვევს ინგლისში იმას. აი საგამოძიებო კომიტეტი არ შექმნიდა, მაგრამ სამინისტრო ჩამოყალიბდა. ხო, რაღაც იმებს გამოიწვევს. ესე იგი ბრაზილიის ხანა დამთავრდა, წამოვიდა თასი ევროპაში და აქეთ კიდე ახალი მოდა გაჩნდა ჰოლანდიის ნაკრები. რომელიც ყველა შეუყვარდა და ყველა გულშემატკივრებს და ელოდებიან რას იზამენ მომდევნო საფრანგეთის ჩემპიონატზე არგენტინაში.